გამარჯობა. მე ვარ თაკო ისევ და წინა ვიდეოს რომ უყურე, მკვდარზე ვერ ვიყავი, ამიტომ დღეს შედარებით ცოტა უფრო ხალისიანი და ცოცხალი ვიდეო მინდა გადავიღო და გავაკეთო. კაი, შედარებით მომზადებულიც მოვედი დღეს და ძალიან მეძინება პირველ რიგში, იმიტომ რომ ბოლო ერთი კვირის მანძილზე არ ვიცი მთლობაში რამდენი საათი მეძინა. უკაცრავად. მე ისევ ძალიან ნერვიულობ. მაგრამ ეხლა იმიტომ ნერვიულობ, რომ ერთმა ადამიანმა მითხრა, რომ შენ ვიდეოს ვუყურეო და მაგას რომ მეუბნებიან შენ ვიდეოს უყურე, მე უკვე აზრი არ აქვს რას მეუბნებიან და იმიტომ რომ წარმოვიდგინე რომ მართლა უყურე ვიღაც 100 რაღაც ნახვა აქ რა წინა ვიდეოს. და მართლა უყურა ვიღაცამ, ესე იგი ეხლა უნდა წარმოვიდგინო ის როგორ უყურებს, იმიტომ რომ ვიცი კიდე უყურებს. გამარჯობა. კაი. ესე იგი დღეს რისი თქმა მინდა, მოკლედ სხვა პასუხის მგებლობა მაქვს რა. ეს ვიდეო სერიები რო დავიწყე, ესე იგი რაღაც სხვა პასუხის მგებლობა მაქვს და ვგრძნობა ამას. და უბრალოდ მინდა რომ ვიგრძნო. მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს მაგას? ChatGPT-ს ვკითხე რა, მეთქი რაზე ვილაპარაკო თქო და მე ხო წინა ვიდეოში გითხარით რომ მარტო ვცხოვრობდი ძალიან ბევრ თემაზე, ვილაპარაკობდი ჩემ თავთან რა. ხო და დღეს კი არა ChatGPT-ს რო ვკითხე, იგივე თემები დაახლოებით რა და ძალიან საინტერესო თემები წარმომიჭრა რომ ამაზე ვილაპარაკეო და მეთქი შე რა იცოდი რომ ეგ მინდა და მაგრამ ალბათ იქიდან იცოდა რომ მიცნობს შედარებით უკეთ ვიდრე ბევრი სხვები. კაი, დღეს მინდა ვილაპარაკო სამსახურებზე. რატომ არ მოგწონს ახალგაზრდებს სამსახურები. და ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს არის გლობალური პრობლემა, მე ვფიქრობ. ძალიან სამწუხაროც არის რა. აი ადრე სამსახურები რაც იყო, რამდენიმე წლის წინ, არ ვიცი 10-20 წლის წინ, არა, 10. არ ვიცი მოკლედ. ადრე რომ მუშაობდა ხალხი, მუშაობდნენ, კმაყოფილები იყვნენ, სტაბილური შემოსავალი ჰქონდათ. მაგრამ ეხლა საქართველოს არ გულისხმობ ზოგადად გულისხმობ. მაგრამ ეხლა არ ვიცი მე მხვდება ეგეთი ვიდეოები თუ თქვენც, მაგრამ რაც მხვდება, არავის არ მოსწონს სამსახური 9 to 5 job რა, აი არავის არ მოსწონს. იმიტომ რომ ეხლა არის შემოსავალზე აღარ არის რა დამოკიდებული. ეხლა არის არ ვიცი რა, ზუსტად მართლა არ ვიცი რა, რატო არ მოსწონთ, მაგრამ არავინ გულს არ უდებს სამსახურს რა. აი მე პირადად არ ვიცნობ ადამიანს, ვინც სადღაც მუშაობს, 9 to 5 იქნება თუ 10-დან 8-მდე იქნება. 9 to 5 არც გვაქვს ესე კონკრეტულად ეს ხომ, მაგრამ ხომ მაგას გულისხმობ, დილიდან საღამომდე რომ მუშაობენ, ოფისურ სამსახურებს გულისხმობ, შაბათ-კვირას რომ მისვენებენ. არავის არ ვიცნობ, ვისაც მოსწონს. მართლა. შეიძლება არიან ვიღაცები რა, მაგრამ აი ის არ ვიცი რომ უნივერსიტეტი დაამთავრეს და მე მაგ პროფესიით მიდიან და მაგ ოფისი იქნება თუ რაც იქნება რა, არ აქვს მნიშვნელობა, მაგ პროფესიით მუშაობენ რა. ჯერ უნივერსიტეტში რო სწავლობენ, ეგეც არ მოსწონთ. მე არ ვიცნობ ადამიანს. და მე იგივეს რომ აგრძელებდნენ უნივერსიტეტის მერე, ეგეთი საერთოდ არ ვიცი. ერთადერთი ვიცი რა, უფრო სწორად. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც რაც დაამთავრა, ეხა იმაზე მუშაობს, თან რამდენი წელია უკვე. აი, მაგ ადამიანს თაყვანს ვცემ მართლა, იცის ვინც არის, მაგრამ სხვები, აი, არა, ერთი ძალიან ცოტაა, რომ ვიცი, უფრო მეტი უნდა ვიცოდე რა წესით. მაგრამ ძალიან სამწუხაროა მართლა. ეხა სამსახურებში რაც ხდება, არის ის, რომ ის სტრესები აბსოლუტურად ყველა სამსახური არის სტრესული და არავის არ მოსწონს უფროსები. შეიძლება არც თანამშრომლები, მაგრამ არც აი უფროსები არავის არ მოსწონს. და არ ვიცი, მე მგონია რომ ეხლა ხდება ესე მარტო თუ ადრეც ესე იყო, მაგრამ ახლა აშკარად უფრო მეტად არის ესე. ანუ სტრესი უფრო მაღალ დონეზეა. და ძალიან სამწუხაროა, რატო ხდება ესე. აი ეხლა კონკრეტულად საქართველოს მაგალითი რო ავიღოთ, საქართველოში გჭირდება ისეთი სამსახური, რომელიც გადაგიხდის ქირასაც, მინიმუმ გაჭმევს საჭმელსაც და დაგრჩება შენი თავისთვისაც. მე არ ვამბობ იმას, რომ შენ ახალგაზრდა გოგო ხარ თუ ბიჭი ხარ, ქართველი ხარ, სტუდენტი ხარ, ვინ ხარ, ხო, ქართველი ხარ, სტუდენტი არ ხარ, დაამთავრე, კაი, მაგისტრატურაც დაამთავრე, რისთვის?
მაგრამ დაამთავრე და ეხლა ეძებ სამსახურს. შენ გჭირდება ეხლა ისეთი სამსახური, რომ ქირაც იხადო, კაი შეიძლება ვიღაცა აი ცხოვრობს ხო ქირას დაანებეთ თავის საჭმელიც ჭამო. მშობლებს არ მოსთხოვო ფული და იმაზე არ ფიქრობენ ახალგაზრდები. უბრალოდ ვერ ვფიქრობთ, რომ შეიძლება რაღაც ვიყიდოთ რა ჩვენთვის. იმიტომ რომ ახალგაზრდა რო ხარ, შენ თუ დაიწყო ცხოვრება, კარგი სამსახური ხო უნდა გქონდეს და ეს კარგი სამსახური მარტო ჭამას და ქირის გადახდას ხო არ მოითხოვს კი არა და ხო არ გულისხმობს. ეს კარგი სამსახური უნდა გულისხმობდეს, რომ რაღაც მანქანა ვიყიდო ჩემთვის, ბინა ვიყიდო, აი რაღაც ხო უნდა ვიყიდო. კაი რა, ძალიან შორს დავედი, აი ბინა და მანქანაზე ვინ მიდის საერთოდ ქირას ვერ იხდიან რა. მაგრამ აი ეგეთი სამსახური ხო უნდა არსებობდეს აქაც, რომ ბინა და მანქანა კი არა, არ ვიცი, რაღაც ლეპტოპი ვიყიდო, ტელეფონი ვიყიდო ამ სამსახურით. არა. არ არსებობს. განვადებით უნდა გამოიტანო მაინც და მაინც და მე ის განვადებებს არ გადაიხდი ან არა რა. არ გადაიხდი და წაგართმევენ. ძალიან საშინელზე უფრო ცუდი მდგომარეობა გვაქვს საქართველოში მაგ კუთხით. და კიდე რაც არის ხოლმე რა ყველაზე ცუდი ამ სტრესის გამო რაც ხდება, ბერნაუთი არის რა. ან აბსოლუტურად გადამწვარი ხარდი 10-დან 7-მდე თუ 8-მდე რომ მუშაობ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. შაბათ-კვირას რო ისვენებ, არაფრის კეთება აღარ გინდა. როცა დამოუკიდებელი ხარ და როცა ოჯახისგან არ მოდის ფინანსები და მარტო შენით რო ცხოვრობ რა, მე მგულისხმობ ამას. თორე შეიძლება ვიღაცები არიან, მუშაობენ და გართობისთვის მოიხმარენ მაგ ფულს და მშობლები უხდიან, ქირა არა მშობლებთან ცხოვრობენ და მშობლები ყიდულობენ სხვა ყველაფერს რა. მაგრამ მენტალურად ხო აი ძალიან გადამწვარი ხარ მაგ დროს. ანუ არ ვიცი, ეს საშინელება. აქ რა მიწერია? რაც ChatGPT-ს ვკითხე და მითხრა. რა აი მაგალითად მითხრა, რომ საქართველოში ბევრად ცუდი მდგომარეობაა და ნუ ისედაც ხო ვიცოდით. ხშირად ხდება კი არა, სულ ეგრე ხდება, რომ სამსახურში ცხოვრობ და სახლში უბრალოდ დასაძინებლად მიდიხარ. და ამის გასააზრებლად გადის ძალიან დიდი დრო. აი წარმოედგინეთ, რამდენი 20 წლიდან საშუალოდ იწყებენ მუშაობას, ხო? შეიძლება ვიღაც 15 წლიდან იწყებს და ვიღაც 30 წლიდან, მაგრამ საშუალოდ ალბათ 20 წლიდან იწყებენ მუშაობას, ან როცა უნივერსიტეტს ამთავრებენ, ხო? იმიტომ რომ სწავლა და მუშაობა ერთად მე გამომიცდია და შეუძლებელია. ან ერთი, ან მეორე. არ ვიცი, შეიძლება მე ვარ ეგეთი, მაგრამ რაღაცა ორივეგან რო კარგი იყო, ცოტა რთულია, არა, ძალიან რთულია, მართლა ძალიან რთულია. და როდესაც 20 წლიდან რო იწყებ მუშაობას და თქვათ ოფისში სადღაც და ყოველ დღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მუშაობ, მაგ ოფისში ხარ, მე ჩერდები, რაღაც 40 წელი მანდ მუშაობ, ხო? მე პენსიაზე გადიხარ და მე უნდა მოკვდე. ამ 40 წლის პერიოდში კი ხდება რაღაცებიც ალბათ საინტერესო ცხოვრებაში, მაგრამ რო ვფიქრდები ძალიან მოსაწყენი ხო არის, ერთფეროვანი ხო არის და არ ვიცი. გულსატკენიც არის რა, რაღაც მომენტში. იმიტომ რომ რატო უნდა შევწიროთ სამსახურს? ჩვენი ცხოვრება არ მესმის. და მე ეგ პროტესტი სულ მქონდა. აი რაც ჩამოვედი, არც მქონია გეგმა რომ სადმე მე მუშავა. და პრინციპში ვასრულებ კიდევაც მაგ გეგმას რომ ვერ მუშაობ რა, ვერსად. აი გულს ვერ ვუდებ. აი არ მომწონს ეგ ფაქტი, რომ უფროსი ზემოდან უნდა მიყურებდეს თუ რაღაც რა. რაც ჩამოვედი აქ, მგონია რომ ეგეთი ტიპები არიან ყველგან. სადაც მე რაღაც ცოტა პატარა, ცოტა ხანი ვიყავი რა, სადღაც ებში ვიყავი ცოტა ხანი და შეიძლება უფროსი არც ხედავდი ყოველ დღე, მაგრამ მაინც მგონია ხოლმე, რომ აი უფროსი რო არის, ესე იგი ზემოდან უნდა მიყურო, შეიძლება ეგ სტერეოტიპი, ან შეიძლება დიდი ეგო მაქვს და მაგის ბრალიც არის და მე არ მინდა რომ ვიღაც სხვას ვემსახურო, მაგრამ ნუ მეც რო ვიქნები უფროსი, მეც ხო უნდა მემსახუროს, ვიღაც მარტო მე ხო არ ვიქნები, მაგრამ აი მემსახურო ძალიან ისეთი სიტყვა არის რა, დამთრგუნველი. და
არ მომწონს ეგ. მაგრამ აი საქართველოში ძალიან იციან ეგრე ზემოდან ყურება თუ რაღაც მსგავსი, რომ შენ ჩემთან მუშაობ ყველაფერი უნდა გააკეთო, არ არის ეგრე. მაგრამ სადაც არ მიმუშავია, არის მაღაზიები კონსულტანტად რა. ადრე კი, სანამ წავიდოდი, კი, მაშინ მუშაობდი, მაგრამ ეგეც კიდე სხვა თემა იყო, მაღაზიაში არ მუშაობდი. სტენდთან ვიდექი, დახთან. და ეხა მაღაზიები, აი, ორი ნაბიჯი, ნიკორა, სპარი, მან ხო უეჭველი მონებად მუშაობენ. თან ვიცი, კაცო, ჩემი მეგობარიც მუშაობდა რამდენი წელი და ნუ ეხაც რა. მან ხო აი აბსოლუტურად მონება დამუშავებენ ხალხს. და რატო არ გვაქვს საქართველოს ეგ დაფასება, რომ დავაფასოთ თანამშრომლები და თვეში 400 ლარად არ ვამკაი 400 ეხა ისეთი ციფრი არის რა. საშუალო ხელფასი რა არის საქართველოში? შეიძლება იყოს 5000, მაგრამ იმიტომ რომ ვიღაც 10000 აქვს და ვიღაცას რაღაცა 3 ლარი. ეგ არის აი საშუალოს გამოთვლა საქართველოს ხელფასების არის ყველაზე დიდი უსამართლობა რა ერთ-ერთი. რაც ხდება საქართველოში, იმიტომ რომ მაღაზიებში ძალიან ბევრ ვაკანსიებს ვნახულობ ხოლმე ის ყოველ დღე ჯობს ჯიზე ვარ რა და კიდე სხვა საიტებზე. მაგრამ არც ერთი წესიერი ხელფასი არავის არ უწერია რა. განსაკუთრებით კონსულტანტები, ვისაც უნდა 700, მაქსიმუმ 800 იყოს ფიქსირებული და ბონუს. ეგ მაგრა იციან და ბონუსები კი, ანუ არც იფიქროთ რომ ბონუსები გექნებათ სადმე. არ ვაკნინებ, იმიტომ აბსოლუტურად რეალობას ვიძახი, იმიტომ რომ ჩემი თვალით ვხედავ რაც უწერიათ იქ. და იქ სიმართლე რაც უწერიათ. შეიძლება არც იყოს. და თან რო გეუბნები რა, იქ ხო რაღაც მოლარეში არ სალაროში იჯექი და სინამდვილეში მე დამლაკებელიც შენ ხარ, არ ვიცი, ბუღალტერიც ყველაფერი შენ ხარ რა და ძალიან დაუფასებელი არის ეგ. გერმანიაში რო ხედავდი, ძალიან ბევრი ახალგაზრდა მუშაობდა მაღაზიაში რა, კონსულტანტად მოლარედ. ეგენიც აკეთებდნენ. ხან ზოგი სალაროსთან და მე ვიღაც დავძახებ, წავიდო და იქ რაღაცას შეიტანდა. ხო, ეგრეც უნდა იყოს, მაგრამ იქ რა ხელფასებით აქვთ. ანუ ეგ მაგის ნახევარი აქვთ აქ ლარში ოღონდ თან. იქ რო რაღაც 1500 евро აქვს უბრალოდ კონსულტანტს. აქ რამდენი აქვს აბა? 1500 ლარიც არა აქვს. ანუ ეს გადაყვანა იქიდან ანუ ევროს ლარში გადმოყვანა არასწორია. აი ნახეთ იქ თუ რაღაც 1000 евро გაქვს ხელფასი. აქ თუ ჩამოხვალ იგივე სამსახურში შევიდა 1000 ლარად იმუშავებ და გეტყვი რა იქაც 1000 ქონდა, აქაც 1000. ეს არ არის ნორმალური, იმიტომ რომ იქ პური ღირს, რა ვიცი, რა ღირს პური, 1 евро ღირს 3 კილოიანი პური. ნუ კაი, აი, არ ვიცი, რა მაგალითი მოვიყვანო რა, აი ფასებს დღემდე, ამდენი ხანი უკვე ჩამოვიდი, მაგრამ აი ფასებს დღემდე მივტირი, ოღონდ აი სერიოზულად რა, კატასტროფული ფასები არის საქართველოში. ევროპაში აი, არ ვიცი, აი, ძალიან კარგი ფასებია რა ყველგან მართლა. და 1500 евро რო გაქვს ხელფასი, კი, ძალიან ბევრი გადასახადი არის გერმანიაში, მაგრამ აბსოლუტურად ყოფნის. აი, ახალგაზრდა გოგო ხარ თუ ბიჭი ხარ, 1500 евро რო გაქვს ხელფასი, მაგით შეიძლება ქირას გადაიხადო, მანქანას იყიდო, საჭმელიც ჭამო და დროც დაგრჩეს. ესეა იქ. აქ არ არის. აქ 1500 ლარი რო გაქვს ხელფასი, ქირას გადაიხდი და საჭმელს შეჭამ. და რა საჭმელს შეჭამ, ნუ მაგას არა, საშინელება. აი ძალიან ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე პირველი, რაც უნდა გამოსწორდეს რა. მაგრამ სამწუხაროდ ისე რომ მაგაზე არავინ არ ფიქრობს. და მე რო იქ ვიყავი და ვფიქრობდი ხოლმე ეს რაღაცებზე ჩემთვის, მე მეგონა რომ აი მაგალითად რომ მოგიყვანო, მე მეგონა რომ ქვეყნის სათავეში ვინც მოდის, ყველას უნდა უყვარდეს თავისი ხალხი. ქვეყანა პირველ რიგში და ქვეყანაში ვინ არიან ხალხი, ხო? და ხალხის სასიკეთოდ უნდა აკეთოს ყველაფერი. მე ესე წარმომედგინა. და იქ რომ მარტო ვიყავი და არავინ არ მეწინააღმდეგებოდა, ეგრეც ჩამებეჭდა გონებაში. მაგრამ სინამდვილეში სხვა რეალობაა რა. აბსოლუტურად არალოგიკურია, რომ ქვეყნის სათავეში რო ხარ, ჯიბეში წაიღო ის ფული. აი აბსოლუტ სინემა არის მართლა რა. საშინელება, აი მაგაზე ცუდი რა უნდა გაუკეთო ქვეყანას, აი არ ვიცი. კიდე ერთ-ერთი ალბათ პოპულარი, მაგრამ ნუ აი ერთ-ერთი საინტერესო რაც ხდება ახლა ახალგაზრდობაში საქართველოში,
ქართველებში რა. ვინც TikTok-ს აკეთებს და YouTube-ს, ანუ ვიდეოებს ვინც იღებს. ძალიან არც ისე, ანუ ბევრს არ გამოსდის და არ გამოგვდის ბევრს, მაგრამ ბევრი ცდილობს, რომ გააკეთოს ესეთი რაღაც, რომ შეეშვას სამსახურს და დაიწყოს პირდაპირ 9 to 5 ჯობის მაგივრად, დაიწყოს TikTok-ების გადაღება. და მაგით იშოვოს ფული. მე არ გულისხმობ ლაივში მათხოვრებს. არანაირად არ გულისხმობ მაგათ. მე გულისხმობ მართლა კარგ კონტენტს ვინც ქმნის რა. აი რატომაც არ უნდა წამოხვიდეს სამსახურიდან და დაიწყო full time ჯობი ან YouTube-ზე ან TikTok-ზე. ეგ არის სწორი გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შენ გაქვს კონკრეტული გეგმა. თუ შენ არ გაქვს არც მიკროფონი, არც მინიმუმ კარგი ტელეფონი, არც განათება და არც რა ქვია იმას რო გინდა აი კამერას რო უხდები თუ რაღაც ეგეთი რა. ეხლა TikTok-ზე კონტენტი არ მაქვს მე რა, მაგრამ რა ვიდეოებსაც ვდებ, მივარდება ყველა არა ოღონდ, მივარდება ზოგი. და მაგიტომ არ მაქვს კონტენტი, იმიტომ რომ შეიძლება ვიდეო დავდო და რაღაც მილიონი ნახო, კაი ერთი აქვს მარტო მილიონზე მე, 2 მილიონზე მეტი, თუ ნამდე. და ეს რაღაც 300 ნახვა შეიძლება კონდეს და ეს არასტაბილურია და ჩემთვის მაგიტო არ ვუწოდებ TikTok-ში და ღმერთო ეგ სიტყვა ძალიან დამთრუნველია მართლა. TikTok-ს რომ მეძახან ხოლმე არ მომწონს. მაგრამ ფაქტია ვდებ ხო რაღაცებს და რაღაცები მივარდება. და YouTube-ზე კიდე ბევრად უფრო მინდა რომ გამივარდეს და ბევრად უფრო მინდა რომ შემოვიდე YouTube-ზე და კარგად ვიყო, მაგრამ აი ტელეფონში ვიწერ აუდიოს და მაგიტომ არ მაქვს იმედი რა. ეხ ჩვეულებრივ სანათი მიდევს და სტატივი კი მაქვს, მაგრამ ეგეც იქ ნაყიდი და არა აქაური ხელფასით. ტელეფონიც იქ ნაყიდი მაქვს და აქ რაც ჩამოვიდი, არაფერია, აი აბსოლუტურად არაფერი არ მეყიდია რა, კიდევ კარგი რომ იქ ვიყიდე, რაც ვიყიდე. აქ ფიზიკურად შეუძლებელია რომ რამე შეიძინო აქაური ხელფასით რა. სტაბილურად აქ არც მიმუშავია არსად ესე, მაგრამ ძალიან რთული სამწუხარო და გულსატკენია საქართველოს რეალობა. მე იძახიან რატომ მიდიან ეს ახალგაზრდებიო. მაგრამ იცით რა არის, გამოსავალი რაშია, მაგასაც ვერ ხვდები. აი კარგი მაგალითი რო ავიღოთ კაზინოების რა. ძალიან ბევრი ახალგაზრდა მუშაობს კაზინოებში, ხო? სადაც ასე თუ ისე მაინც კარგი ხელფასს უხდიან, მაგრამ რის სანაცვლოდ? მენტალურად აბსოლუტურად განადგურებული ხარ, ფიზიკურადაც აბსოლუტურად განადგურებული ხარ და ეს ორი რაღაც არის ზუსტად შენი ცხოვრება, რაც უნდა გქონდეს კარგი. მაგრამ მან რომ მუშაობ, ვერ გექნება ვერცერთი კარგი. და ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მიდიან, იმიტომ რომ ალბათ კარგი ალბათ რა, შედარებით მაინც ცოტა კარგი შემოსავალია, ვიდრე რაღაც კონსტანტად რო იმუშავა, ხო? აი ყველაზე საშინელი რაც არის რავი, evolution-ი რა, მანდედან რამდენი ადამიანი მოდის, მაგრამ კიდე რამდენი მუშაობს. და აი მაგ evolution-ის დასახური გამოსავალი არ ვიცი რა არის, მაგრამ მარტო evolution-ი არ არის, ძალიან ბევრი კაზინოები ხო არის კიდე. მაგრამ ეგეც ბიზნესია რა. აი გემბლინგზე სხვათა შორის პირველ კურსზე რო ვიყავი, მაშინ აკადემიური მუშაობის ტექნიკებს გავდიოდი საგანს და მან აკადემიური ნაშრომი გქონდა დასაწერი. და დავწერე გემბლინგზე. და ძალიან საინტერესო ინფორმაციები მოვიძიე. ერთ-ერთი იყო ის, რომ კაზინოში საათი არ არის. და რატო? როცა თამაშობ დროს ისედაც ვერ გზნობ, მაგრამ შეიძლება ვიღაცამ საათს შეხედოს და უცებ თქვას, რომ წავედი. მაგრამ ეგ ხო მან ხო აზარტული ხალხი მიდის. და რომ არ მივიდეს აზარტული ხალხი, აზარტი გემატება მაგ დროს. და საათს რო უყურო, მაინც არ წახვალ. მაგრამ მე მაგათთვის სწორ, ანუ ბიზნეს ვინც მაგას აკეთებს, მაგათთვის სწორი და ისეთი გეგმა არის რა ალბათ. რომ საათი არ უნდა იყიდოს კაზინოში, იმიტომ რომ დრო ვერ აკონტროლო. და ეს დროის უკონტროლობა კიდე მიდის ძალიან სულ შედეგამდე რა. ანუ ყველა არავინ არ არის მოგებული, კაზინოდან არავინ მოგებული არ გამოსულა არასდროს. ეს არის მეცნიერულად დამტკიცებული, რაც მე ინფორმაცია მოვიძიე, ეგ იყო. და მაინც აკეთებენ რა. ეხა YouTube-ზე ძირითადი სპონსორები არიან ბეთები, ხო? და ხალხი
აკრიტიკებს სხვათა შორის. TikTok-ზე ბევრი ვიდეო შემოხვედრა, რომ აი ბეთები რატო გასპონსორებენ, ბავშვები გიყურებენ ისედაც. ბეთები რომ ასპონსორებენ, აი რომელი YouTuber-ს უთქვამთ, რომ აი ჩემი სპონსორი არის კროკობეთი, ბავშვებო, ეხლა თქვენ წადით და კროკოში რაღაცა ითამაშეთ. არავის არ უთქვამს ეგ. უბრალოდ სპონსორი არის, იმიტომ რომ ბეთები არის ალბათ ერთ-ერთი კომპანიები, ანუ ერთ-ერთი კომპანიები რანაირად ჩავს, მაგრამ ანუ დაწესებულებები, რომლებსაც იმდენი შემოსავალი აქვს, რომ შეუძლიათ იუთუბერებს გადაუხადონ საკმარისი თანხა, რომ კარგი კამერაც იყიდონ, კარგი განათებაც იყიდონ და სახლის და მანქანას და ყველაფერი. სხვა მდიდარი კომპანიები საქართველოში არ ყავს და არ ასპონსორებენ. შეიძლება იყოს რამდენიმე და ეგენიც ასპონსორებენ იუთუბერებს, მაგალითად Coca-Cola, რომელსაც ფაქტია, რომ კარგი შემოსავალი აქვს და რამდენიმე არხს ასპონსორებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი უნდა დაასპონსოროს Coca-Cola-მ რა Coca-Cola ტელევიზიაში არის კიდე? ალბათ იქნება. ანუ ჩემი აზრით ტელევიზიაში სპონსორი არის ტყუნა დახარჯული ფული რა, ესე მგონი ტელევიზორს ვიღა უყურებს, არავინ რა. ტელევიზორს თუ ჩავრთავ, მანდაც YouTube-ს უყურებ. მოკლედ, ტელევიზიაში არ უნდა დაარეკლამოთ. YouTube-ს უნდა მიხედოთ. ძალიან ბევრი ამბობს, რომ ქართული YouTube მოკვდა. მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ მოკვდა. და შეიძლება რაღაც ის მუხტი დაკარგა, რაც ადრე ქონდა. მაგრამ ესეც ხო სამსახურია რა. შეიძლება ვიღაც ცოტა სხვანაირად იყოს, ვიდრე ადრე იყო. იმაგ ოქტოპუსები 2017 წლიდან არიან, ხო? და ადრე როგორებიც იყვნენ. შეიძლება ეგეთები აღარ არიან, მაგრამ მარც გვატყუებენ რა. ერთადერთი არხი, რაც შემიძლია ვთქვა, რომ იტყუება და აბსოლუტურად ტელევიზია არის Hungry Men-ები. Hungry Men-ებს აქვთ ყველაფერი დადგმული. ერთი კარგი კომენტარი დაუწერე ბოლო ვიდეოზე თუ რა ვიცი რომელი ვიდეო იყო. მაგრამ არ ვიცი, პასუხი არ გამცეს და შეიძლება ტაშარის კიდეც არ ვიცი. ეგენი ძალიან მიყვარდა თავიდან, როცა კაკო იყო ვაფშე მანდედან. ფრენკებიც აი ძალიან მეცინება, კარგი იუმორის გრძნობა აქვთ, გუგასაც კი არა, გუგას განსაკუთრებით, მაგრამ აი ძალიან ხელოვნურები გახდნენ რა. და რაღაც პერიოდი რო იყო გიორგი დანელიას რომ რაღაც ჰაიპი რო იყო რა, გიორგი დანელიას და სარიშვილს შორის, რომ გიორგი ძალიან ხელოვნურია და რაღაც ეგეთები. კი, ეგეც ძალიან ხელოვნურია, იმიტომ რომ ეგ აბსოლუტურად შემოსავალზე ფიქრობს, მაგრამ იგივეები არა Hungry Men-ები და მაგაზე რატო არავინ არაფერს ამბობს? აი არ ძალიან ბევრი ფანი ყავთ რა მაგათ, მაგრამ ალბათ ერთად ბავშვები არიან და ბავშვები შეიძლება ვერ ხვდებიან, რომ ეს რაღაცა დადგმულია. და არ ვიცი, ისეთია რა, ცუდ ტეხავს, ძალიან ტეხავს მართლა, იმიტომ რომ აი, აბსოლუტურად ტელევიზია Hungry Men-ებიც. აი, კამერაც, არ ვიცი, მიკროფონიც, ყველაფერი მაგათი აქვთ. პატარა ტელევიზია YouTube-ზე, უბრალოდ ტელევიზორი, აი მართლა რაღაც იმედზე და რუსთავიეროზე და ეგეთებზე არ გადის უბრალოდ. თორემ ჩვეულებრივი ტელევიზია და მართლა მაგარი სამწუხაროა ეგ რა. მაგრამ აი სხვები, მაგალითად ოქტოპუსი, მაგალითად მახარა, არ ვიცი, შეიძლება რაღაცებს ეგენიც იტყუებიან. მაგრამ ეგ ისეთი, აი ძალიან ხელოვნური ტყუილი ხო არ არის რა. მე არც ერთს არ შევხვედრი, რომ ესე პირისპირო მესაუბრა სამწუხაროდ. მაგრამ მე მგონია, რომ ეგენი ძალიან კარგი ადამიანები არიან რა, განსაკუთრებით აი მახარაზე. მე მგონია, რომ აი მახარა ხო იუმორისტული კონტენტია, კი ჭამს და ეგრე გვაცინებს, მაგრამ მე დაჟე ცოტა ისეთი იუმორი აქვს, შავი, მაგრამ თან თითქოს რო ზემოდან გიყურებს და აი მე აქ ვარ და ეხა უკიბის ჩათქმა მეზარება რა თქვენ დონეზე დავუშვა, მაგრამ ეგ აბსოლუტურად იუმორია, იმიტომ რომ სინამდვილეში აი ძალიან ბორს ვთქვამს, რომ სინამდვილეში სხვანაირია. ძალიან თამდაბალი, კეთილი და კარგი ადამიანი მგონია, მე მაგაში დარწმუნებული ვარ 100%, რომ მახარა ძალიან კარგი ადამიანია. და ცუდი ადამიანი კი არ ჩანს, უბრალოდ ესე რო ითხოვს სპონსორებს და ეხა აღარ ითხოვს, მაგრამ ხო, ითხოვს რა ფაქტია და ითხოვდა განსაკუთრებით, მახარას დამსახურება არის, რომ ამდენი იუთუბერი არსებობს ჩემი აზრით და სპონსორები რო წამოვიდა YouTube-ზე. იმიტომ რომ კი გასაგებია, რომ რაღაც შენი ბუნებრიობა არ უნდა დაკარგო და არც აქვს დაკარგული. მაგრამ შემოსავალიც ხო გინდა მაგაზე რომ გააგრძელო ეს საქმე. აი, რაღაც ტიპი რო გიყვარდება რა, ეხლა მახარა ხო ძალიან ბევრს უყვარს და ოქტოპუსი. ამ მორის მაგალითი მოყვარს, იმიტომ რომ ყველა დიდები არიან ჩემთვის რა. ეგერი რო გიყვარს, ვიღაც სპონსორი უნდა შემოვიდეს აბსოლუტურად კი არა დაუცლებლად, რომ თანხა გქონდეს რაღაც რომ მინიმუმ მაინც გააგრძელო რა და არ შეეშვა. ხო და მაგისთვის მოდიან ბეთები.
მაგრამ ეს ბეთები რომ შემოდიან არნიშნავს იმას, რომ თქვენ წახვიდეთ და ითამაშოთ. ჯერ ერთი მაგ ბეთებს ძირითადად იმ ფეხბურთზე რო დებენ, სპორტზე რო დებენ ხოლმე თანხებს ეგ უფრო ხდება მგონი, არც ვიცი რა, მაგის დადებაც კი არ, ანუ ჩემს ჩინური არის ეგ ამბავი, მაგრამ ეგენი არის საჭირო რა და შენ თუ მიდიხარ, აი მაგ ვიდეოს ყურების მერე შენ თუ მიდიხარ, აი დაინახე რა კროკობეთი აწერია თუ ბეტსონ სპორტი რაც აწერია რა. მაგის მერე თუ მიდიხარ თამაშობ და შენ ცხოვრებას ინგრებ, არ უნდა მოხვიდე და ამას არ უნდა დააბრალო. იმიტომ რომ ის არ გთხოვს შენ, რომ წადი და ითამაშე. ეს არის ამბავი რა და ვინც თავს იღუპავს კაზინოებში, ეგ არის მენტალური დაავადება აბსოლუტურად. ანუ addiction-ი არის რა. არ არის რა ეგ არა არც ერთი იუთუბერის ბრალი, რომ ბეთები არიან მარტო იმაში სპონსორებად რა. შემოვიდეს ვიღაც კომპანია, რაღაც წვენი მოვიდეს, საჭმელი მოვიდეს, რაღაც მოვიდეს რა. კი, ბარტერზე აგზავნიან, მაგრამ აი სპონსორი არის აუცილებლად, აი თანხა არის საჭირო რა ხალხო ვიდეოს გასაკეთებლად. კარგი ვიდეოს. ეხლა ჩემ ვიდეოს რატო არავინ არ უყურებს? იმიტომ რომ არ არის, არც კარგი ხარისხი, არც ედიტია, არც არაფერი არ არის კარგი რა. მაგრამ თუ გინდა რომ კარგი ვიდეო იყოს და საინტერესო იყოს და რაღაც ისეთი იყოს, უნდა იყვნენ სპონსორები. და როგორც უკვე ვთქვი, სამწუხაროდ ეგეთი შემოსავალი ამ ეტაპზე მხოლოდ ბეთებს აქვთ საქართველოში. ან სხვებსაც აქვთ, მაგრამ უბრალოდ არ ფიქრობენ რომ ღირს. ეს არის და ეს რა. ხო და სამსახურებს რო დაუბრუნდეთ. კი არა და ისედაც სამსახურებს ვლაპარაკობდი, მაგრამ თქვენი აზრით რა, როდის გამოსწორდება ეს ფაქტი, რომ სამსახური არ მოგწონს და მუშაობა არ მოგწონს. აი, როდის უნდა გამოსწორდეს? როდემდე უნდა იყოს ესე რა? დინდა საღამოდე მუშაობა აქვს, სტრესავს, ცუდი უფროსები გყავს. ცუდი ეს, გარემო არის ცუდი, რა ვიცი, ყველაფერი ცუდი. როდემდე უნდა იყოს ეს? I don't know. და კიდევ ერთი კითხვა მაქვს. ჩვენ ვზარმაცობთ თუ მართლა ცუდი სამსახურებია საქართველოში? That's it. I'm done. Bye!